მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიაზე, მე ლევან სუთიძე ვარ. დღეს ჩვენ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან ერთად სეკულარიზმის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო ზაზა, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ჩვენთან მოგზავნით, ჩვენთვის პატივია თქვენთან საუბარი. თავდაპირველად დავახასიათოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორც სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტი, როგორია ის და როგორ შეიძლება ის განსაზღვროთ, სანამ ესე ვთქვათ სეპარაციას გავაკეთებთ სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტის განსაზღვროთ ორ. დღეს მე ეჭვმეპარება რომ ვინმე შეძლოს ასეთი დახასიათების მოცემა იმის გამო რომ ჯერ კიდევ პროცესები გრძელდება და როგორც ამას უწოდებენ თავად ეკლესიის საზოგადოებრივ გარემოში აკომოდაციის პროცესი მიმდინარეობს, რომ ეკლესია დღეს ეძებს თავის ადგილს საზოგადოებაში. ეძებენ ცალკეული პირები, ეძებს ეკლესია როგორც ასეთი. რომ ამის განსაზღვრებაც რთული იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ახლა პროცესთან, როდესაც სხვადასხვა ჯგუფები თუ ადამიანები თავის შინაარსდებენ ეკლესიაში, მხოლოდ სასულიერო პირები არა, საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები იქნება თუ პოლიტიკური ჯგუფები იქნება თუ რაღაც ინტელექტუალური ჯგუფები, ისინი თავის შინაარსდებენ ეკლესიაში და ცდილობენ სწორედ ის ამოიკითხონ ეკლესიაში და ცდილობენ სწორედ იმ გზას გაუყენონ ეკლესია, რაც მათ შეეგულებათ. ასე რომ ეს რთული პროცესების წინაშე შევდგებათ ახლა ჩვენ თავად ეკლესიის. გარდა ამისა ჩვენ რელიგიის ჟურნალისტები პირად ასე ვთქვათ წუხილს გაგიზიარებთ. მაგალითად ამერიკაში ყველა მკვლევარმა იცის ყოველ კვირას რატომ დადის ამდენი ადამიანი ამ ეკლესიაში, იმდენი ადამიანი იმ ეკლესიაში, რა ფაქტორებთან არის დაკავშირებული, რამდენ მორწმუნეს აქვს უმაღლესი განათლება და ასე შემდეგ, ხო? ანუ ისინი ზომავენ ყოველ კვირა აი ამ რელიგიურ პროცესს და ჩვენ იმდენად ბრმა ვართ აი ამ სივრცეში რელიგიაზე ანუ სამეცნიერო სტატისტიკები ჩვენ არ გვაქვს და რაც გვაქვს იმას არ ვენდობთ ზოგჯერ სამართლიანი და ზოგჯერ უსამართლო მიზეზით. ეს ნამდვილად ესე არის, იმიტომ რომ რადგან იცით აი არსებობს რაღაცა ძალიან ინტიმური ფენომენები, რომელთა გაზომვაც გვერდება ხოლმე, ეს ქართული ხასიათია და რომ ესეთი რაოდენობრივი მიდგომა გვერიდება, ახლა რწმენის საკითხებს მივუდგეთ რაოდენობრივად სტატისტიკურად და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი შესაძლებელი არის. ჩვენ სურათი უნდა გვედოს წინ, ხო? რა სურათი გვაქვს? რამ გამოიწვია ესეთი რელიგიური ცხოვრების ბუმი საქართველოში? რა ხასიათის მატარებელია ის, რა ტენდენციები შეიძლება გამოიჩინოს. ამას თქმა არ უნდა. აი თქვა 90-იანი წლების ბოლოს დანამდვილებით შეიძლებოდა თქმა იმისა, რომ რუსული ესეთი აღორძინებადი იმპერიალიზმი აუცილებლად მოინდომებდა ჩვენი რელიგიური გზნობების გამოყენებას თავის სასარგებლოდ. სულიად ნათელი იყო ეს უკვე 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან. აი მაშინ რომ შეგვესწავლა ეს პროცესები, მაშინ რომ უფრო ყურადღებით მოპრობოდით ამ პროცესებს, შეიძლება დღეს ზოგიერთი რამ არ გართულებული იყო ასე. როგორ ფიქრობთ, აი თქვენ ახსენეთ, რომ ზოგი ამაზრსდებს, ზოგი იმაზრსდებს, როგორია თქვენი განცდით და შთაბეჭდილებით უმრავლესობა რას მოელის ეკლესიისგან, როგორც სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტისგან, რა მისიას აკისრებს და თავად რა მისიას იკისრებს ეკლესია? ხო, არსებობს ერთი უნივერსალური მისია, რასაც შეიძლება ეკლესია ატარებდეს, ხო, ეს არის სოტერიოლოგიური მისია, ხო, ადამიანები სულის ხსნას ეძებენ ეკლესიაში. ადამიანები ეძებენ აი თავისი გაჭირვების, თავისი უბედურების და ასე შემდეგ, ყველაფერი აი იმ სიმძიმისაგან რაც ცხოვრებას ახლავს, მისგან ხსნას ეძებენ ეკლესიაში. ჩვენ ვითარებაში ეკლესიამ შეიძინა დამატებითი ფუნქციები, ხო? და ეს რეთ იმის ბრალია, რომ სხვადასხვა შინაარსები იდებოდა მასში. ერთის მხრივ ეს იყო როგორ გითხრათ, ერთგვარი ნავსაყუდელი ადამიანებისათვის, რომლებმაც განიცადეს საკმაოდ ძლიერი კულტურული შოკი. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ჩვენ ვიყავით იზოლირებულ ჰერმეტულ გარემოში და აღმოჩნდით სრულიად სხვა სამყაროში ვიდრე ველოდით. და ამ დროს ეკლესია აღმოჩნდა ის, რაც ჩვენ ერთგვარად მაინც გვინაჩვენებდა იდენტობას, ერთგვარად მაინც გვინაჩვენებდა განცდას იმისას, რომ რაღაცა მნიშვნელობის მატარებლები ვართ ამ ქვეყნად. განცდას თუ ჭეშმარიტად გვინარჩუნებდა იდენტობას, იმიტომ რომ აი ახლა შემდეგ კითხვაზე პასუხი გასცემს ალბათ ამას. რა კვალი დაატყო საბჭოთა კავშირმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ? არის კი მე მესმის რომ ასე ვთქვათ უღრმეს დოგმატებში, ხო? ანუ სამების დოგმატი ადრეც იგივე იყო, ახლაც იგივეა, ხო? ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა თეოლოგიური, მაგრამ არის თუ არა ეს მემკვიდრეობა ეკლესიის სოციალურ და პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ ნაწილში, მის ქცევაში, მოქმედებებში.
თქო, როგორც ყველაფერში ისე აქაც. როგორც ყველაფერში ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ძალიან სერიოზული მატარებლები საბჭოთა მემკვიდრეობისა. ყველა ჩვენი ცხოვრების გავლენების ყველა ასპექტში და ისევე როგორც რელიგიურ ცხოვრებაში, ხო? ან ყველაფერს თავი დავანებოდა ჩვენ საბჭოეთიდან მემკვიდრეობით გვაქვს მიღებული საზრისის მონოპოლიის პრინციპი, რომელიც ყველგან არის. არა მხოლოდ ეკლესიაში, სადაც უფრო ბუნებრივად გამოიყურება ეს, ხო? ეკლესია იმის ეკლესია, რომ ის ჭეშმარიტების მატარებელი იყოს და ამდენად იქ ბუნებრივია საზრისის მონოპოლიის პრინციპი მოქმედებდეს, მაგრამ როდესაც საზრისის მონოპოლიის პრინციპი იწყებს მოქმედებას პოლიტიკურ სფეროში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იდეოლოგიურ ცხოვრებაში, ხო? სამოქალაქო იდეოლოგიებს გულისხმობ. იქნება ლიბერალიზმი, იქნება ეს იქნება ტრადიციონალიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ უკვე აი სწორედ ძალიან ნათლად იგრძნობა აი საბჭოთა მემკვიდრეობა, როდესაც ჩვენ გვიჭირს აღვიქვათ განსხვავებული. ჩვენ გვიჭირს დაუშვათ ისეთი სამყარო, რომელიც დიალოგის პრინციპზე უნდა იქნას აგებული, ხო? თუნდაც ერთმანეთს პლურალიზმი არა? ხო, პლურალიზმის პრინციპზე, დიალოგის პრინციპზე. მე არ მინდა ესეთი მოდური იდეოლოგიური ტერმინები ვიხმარო. დიალოგის, ელემენტარული დიალოგის პრინციპზე, რომ მე ვაღიარებ თქვენს არსებობას ისე როგორც თქვენ აღიარებთ ჩემს არსებობას და ერთად ვეძებთ ჭეშმარიტებას. ერთად ვეძებთ გზას იმისას თუ როგორ შექმნა ჩვენი სასიცოცხლო გარემო, ხო? და მეტიც მე შეიძლება მიმაჩნდე ბოროტებად, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ღმერთი ღიაა ბოროტების მიმართ, ის ბოროტ ადამიანებს ასე თუ არ ახშობს, ხო? თავისუფალი ნების შექმნით მან გარისკა ბოროტება. რა თქმა უნდა, ხო. იმიტომ რომ სამყარო იმის სამყარო არის, როგორ გითხრათ, ეს შეიძლება ესეთ ხმამაღლა ნათქვამად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მისიის ასპარეზია, ყოველი ჩვენთანგანის მისიის ასპარეზია, ხო? მე თუ მიმაჩნია რომ მე კეთილისაწყისის მატარებელი ვარ, ამ კეთილისაწყისის მაშინა აქვს საზრისი, როდესაც რაღაც გარემოცვაში ვარ. იქ ისეთ გარემოცვაში, სადაც ეს კეთილისაწყისის ნაკლოვანება ან რაღაცა მსგავსი, ხო? ეს სტერილური საზოგადოების მოთხოვნილებაა შესაძლოა, ხო? მოდი დავმალოთ რომ ჩვენ ყავს უმცირესობები, მოდი უარი ვთქვათ მასზე, მოდი ყველა ვიყოთ მართლმადიდებელი სიტყვით, მაგრამ არ ვიყოთ საქმით, არა? მაგრამ მეორე მხარესაც აღნიშნავ, აუცილებლად აღნიშნავ მეორე მხარესაც, რომ სტერილური გარემოს მოთხოვნილებები მხოლოდ რელიგიურ ადამიანებს არ აქვთ, ვიყოთ გულათილები. ანალოგიური გარემოს მოთხოვნილებები ხშირად ლიბერალურ წრეებშიც აქვთ. რა თქმა უნდა. ხშირად შეხვდებათ ხოლმე ისეთი სრულიად უსამართლო ანტირელიგიური განცხადებები, სრულიად უსამართლო. ის რომ მე ვიწუნებ ვიღაცა კონკრეტულ რელიგიურ უნდა აკრძალოს პიჟვრის წერა, რა? ხო, და ასე შემდეგ და ეს დაცინვები ადამიანებზე, რომლებიც ეკლესიასთან ჩავლისას პიჟვარს იწერენ ან რაღაცით გამოხატავენ თავით რელიგიურ გზნობებს. ანუ ეს სტალინური მემკვიდრეობაა ჩვენში. შეიძლება გვერქვას ლიბერალები, დემოკრატები და ასე შემდეგ. თუმცა ეს არა მხოლოდ სტალინურია, ხო, იმიტომ რომ საფრანგეთში და თურქეთში, ხო, ეს აგრესიული სეკულარიზმი, რის წინააღმდეგაც გამოდიოდა ხოლმე პაპი ბენედიქტე, რომელიც ამას ეძახდა, ასე ვთქვათ, რელატივიზმის დიქტატურას. ამერიკაში განსხვავებით საფრანგეთისგან, დემოკრატიული, ლიბერალური, ფედერალური სახელმწიფო წარმოიქმნა რელიგიის ნიადაგზე. ხო, ყველა კაცი შექმნილია თანასწორად და ეს იყო რელიგიური პლურალიზმის მიერ ფორმირებული წესრიგი და თანასწორობა კანონის და სამოქალაქო იდეოლოგია. აი იმის წიაღში შობილი და სამოქალაქო იდეოლოგია. საფრანგეთში მღვდლები გაგზავნეს გილიოტინაზე, ისე როგორც ათათურქმა მაგალითად, აი ძალით, ცეცხლითა და מחვილით ამოძირკვა ისლამი, არა? ჩვენთან ძალიან იშვიათად შეხვდებით ხოლმე ამერიკის რევოლუციის მოტრფიალე, ასე ვთქვათ, ლიბერალებს, მაგრამ ძალიან ბევრია, ვისაც მოსწონს ეს საფრანგეთის რევოლუცია. სამწუხაროდ, აი ეს ადამიანები, ჩემი აზრით, ივიწყებენ, რომ ეკლესიას ძალიან კარგი როლი აქვს საზოგადოებრივი წესრიგის ფორმირებაში, ისევე როგორც ევროპა სიღრმისეულად განაპირობა მისმა თეოლოგიურმა საზრისმა. თქვენ როგორ მიიჩნევთ, აი როგორი სეპარაციის ფორმაა იდეალური ჩვენი სახელმწიფოსთვის, სახელმწიფოსი და ეკლესიის. ხო, არსებობს ერთი მიდგომა, მოდი პროაქტიურად, ასე ვთქვათ, განვდევნოთ ეკლესია საჯარო სივრციდან, არ მივცეთ მას, ეს უკვე იმას კი აღარ გულისხმობს, რომ ის პრივილეგირებული არ იყოს და თანასწორ მდგომარეობაში იყოს ჩაყენებული. არა, საერთოდ განვდევნოთ, ავუკრძალოთ მას. რაღაც ვაქციოთ, რაღაც ეთნოგრაფიულ ეგზოტიკურ ერთეულად, რომელიც სადაც პერიფერიაზე იქნება. და აი აქედან ხომ არ მოდის ზიზღი იმისა, რომ ეკლესია რაღაც პოლიტიკურ, ასე ვთქვათ,
თემებში ერევა, იმიტომ რომ მე მესმის, რომ არსებობს ასე ვთქვათ, პარტიული მხარდაჭერა ეკლესიის მხრიდან. ეკლესიას ალბათ არ უნდა სურდეს რომელიმე პარტიის მხარდაჭერა, მაგრამ არსებობს მთელი რიგი პოლიტიკური თემებისა, რომელზეც ეკლესია ვერ დადუმდება. აბორტი მაგალითად, ევთანაზია მაგალითად, ასე ვთქვათ, სიცოცხლის უფლება და ბიოეთიკური საკითხები მინიმუმ, ხო? რომელზეც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ დოქტრინას, არა? ამას ეკლესიას ვერ გააჩუმებ, იმიტომ რომ ის მხარეა და აქ უკვე რელიგია კი აღარ შედის პოლიტიკაში, პოლიტიკა თანაკვეთს, ასე ვთქვათ, რელიგიას და აქ ეკლესიას ვერ გააჩუმებ. როგორი სეპარაცია გვინდა ჩვენ? როგორი იქნებოდა იდეალური ეკლესიისთვისაც და სახელმწიფოსთვის? იცით, აი თქვენ წახან ახსენეთ ბენედიქტე და მას აქვს თავის გასულობად გამოიცა ის ჰაბერმასის და რაცინგერის დიალოგი სეკულარიზაციის დიალექტიკის შესახებ, ხო? იქ ის ახსენებს თვალწდები ახლა თვალმეცნობა პოლიფონიური ინტერაქციას. ეს ტერმინოლოგიურად შეიძლება მეშლებოდეს რაღაც მე აღარ მახსოვს უბრალოდ. შინაარსობრივად ეს არის პოლიფონიური ინტერაქცია. ეცით ყველა ბროტება მოდის იქიდან ალბათ აბადეთის ტექნომაღალი განცხადება, როდესაც ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მართლაც რაღაც ისეთ სტერილური გარემოს მიღწევა შეგვიძლია, სადაც იარსებები მხოლოდ ისეთები, როგორებიც ჩვენ მოგწონთ. გვინდა არ გვინდა, ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს ცხოვრება და ინტერაქციაში მოგვიწევს ცხოვრება. აი ეს ინტერაქცია უნდა გავხადოთ ჩვენი ცხოვრების წესად. ანუ დიალოგი იგივე ლიბერალურ და ეკლესიის რელიგიურ წრეებს შორის ეს უნდა იყოს კომპრომისი. და კომპრომისი, რა თქმა უნდა, მათ უნდა შეძლონ მოძებნონ აი საკომუნიკაციო სივრცე, შექმნან ის საკომუნიკაციო სივრცე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი სივრცე, რომელსაც ერთხელ შექმნიდა სამუდამოდ იარსებებს, ხო? მას გამუდმებით უნდა დადასტურება. ჩვენი ძალისხმევა უნდა, წმინდა ადამიანური ძალისხმევა უნდა. ეს ისეთი ფენომენებია მოგეხსენებათ ჩემგან ნაგესწავლებათ, რომლებიც არ იქმნება ერთხელ და სამუდამოდ, რომელსაც კანონი ვერ განსაზღვრავს მხოლოდ. თავისუფლებისთვის მუდმივად იბრძვიან იმისთვის, რომ შეინარჩუნოს. ეს მუდმივად დავადასტუროთ, ახლა ლიბერალმა და მორწმუნე მუდმივად დაადასტურონ ამ საკომუნიკაციო სივრცის არსებობა. ერთმანეთთან ინტერაქციაში. ერთმანეთს აი მაბატით იგივე სიმბოლოები. ერთმანეთს არსებობის უფლება უნდა მისცენ. აი ეკლესია ამბობს, რომ მაგალითად, მოდი, ასე ვთქვათ, მე ვიქნები ახლა ადვოკატუს დიაბოლი. ეკლესია ამბობს, რომ მე ვაღიარებ თქვენს არსებობას, ეს თქვენ გეჩვენებათ, რომ მე არ ვაღიარებ, იმიტომ რომ თქვენ ეკლესიას ებრძვით და თქვენ ხართ ფსევდოლიბერალები, რომელთაც გსურთ, ასე ვთქვათ, ცოდვა და აღარ მიიჩნეოდეს, სათნოება, ასე ვთქვათ, წაშალოთ ზღვარი კარგსა და ცუდს შორის, დაამყაროთ რაღაც მორალური რელატივიზმი, ჩამოაგდოთ პოსტმოდერნიზმი და ასე შემდეგ. ეკლესია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლეში შეგვხვდა, ხო, ეს ყველაფერი რაღაც სექსოპათია და აი მსგავსი სიტყვა. როცა თავად ეკლესიას აქვს ასეთი აგრესიული დამოკიდებულება ლიბერალების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მოდი ვაღიარებ, რომ აი ამ განსაზღვრებით, რაც კათოლიკოს პატრიარქმა განსაზღვრა, 1-2 ადამიანს მეც განსაზღვრავდი, რომ კი, აი მას ეს უნდა. მაგრამ მე არ მეჩვენება, რომ არსებობს რაიმე ვრცელი ჯგუფი, რომელსაც სურს ცოდვა აღარ მიიჩნეოს. თქვენ გინახავთ ასეთი ჯგუფის ადგილი? არა, მე მინახავს ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ პირიქით სიკეთათაც გთავაზობენ ამ ცოდვას და რაღაც ადამიანობის, ზოგადად იმ ცოდვას, რომელსაც პატრიარქი გულისხმობს და ადამიანის გამოვლენების რაღაც უმაღლეს ფორმად თავაზობენ ხშირად, იმიტომ რომ ადამიანი იწყება იქ, სადაც თავდება ბუნება, აი ასეთი არგუმენტს მოისმენ და ზოგადად იქ ჩანს ყველაზე კარგად, რომ ბუნება დამთავრდა და დაიწყო ადამიანი თავის თავისუფლებით. ხო, ნუ რას იზამ ახლა ეს იმ ადამიანების ჩემთვის ფანტაზიების ნაყოფი არის მსგავსი რაღაც. ეცით კარგად მესვის სიტუაცია რა თვალსაზრისით, იცით რომ სამსინებზე უსმენდი ანდრეი კურაევს და რაც კითხვა დაუსვეს და ესეთი პასუხი გასცა, ნუ მესმის რომ ეკლესია არ არის იდეალური ინსტიტუცია. მესმის რომ ბევრი სასულიერო პირი ძალიან შორს არის იმისაგან. ბოლოს წვეტა ამხელა წვეტა არის, ხო და როდესაც საზოგადოებრივ სივრცეზე შემოვა ერთბაშად ათასობით ახალი სასულიერო პირი, ახლა არ უნდა ველოდეთ, რომ ყველა მათგანი დახვეწილი ინტელექტუალი იქნება და ყველა მათგანი ალღოს აუღებს საზოგადოებრივ გარემოს, ხო? 20 წელიწადში სასულიერო პირების რაოდენობა გაიზარდა 60-ჯერ. მე შევეცადე ეს დამეთვალა ძალიან უზოგადესი ციფრები. ეს ხომ ძალიან მძიმე ტვირთი არის თვითონ საზოგადოებისთვისაც, ხო და თვითონ იმ ადამიანებისთვისაც, იმიტომ რომ სასულიერო პირი თავისთავად გულისხმობს ერთი ძალიან დიდ სულიერ
ტრადიციას, რომლის მატარებელიც უნდა იყოს, გარემოს სულიერ ტრადიციას უნდა გულისხმოდეს, და ჩვენი გარემო მართლა სტერილური იყო თვალსაზრისით. არავითარი ტრადიცია არ დახვდათ ამ ადამიანებს. ჩვენ დედის რძისგან არ შეგვითვისებია და ბებიას მონაყოლისგან. ეს ადამიანები, ამ ადამიანებს არ ჰქონდათ ესეთი გულმოდგინე და თანამიმდევრული თეოლოგიური განათლების მიღების საშუალება და ძალიან ხშირად ხედავთ ხოლმე რომ თეოლოგიური განათლებას ხშირად ანაცვლებს ხოლმე რაღაცა გეოპოლიტიკური წარმოდგენები. ძალიან ხშირად ამ რწმენის გამაგრება ხდება პატრიოტიზმით. ანუ ის რაც რწმენის სიცხოველეში უნდა დაიბადოს, არა ის იმას ამაგრებენ რაღაცა ერზაცული ნაციონალისტური პატრიოტული პარალელიგიური რაღაცა უცნაური რაღაცა იდეოლოგიური წარმოდგენა. მაგრამ 90-იან წლებში მე კიდე მესმოდა ეს, მაგრამ თუ შეიძლება დავწერეთ კონკრეტულად, ეს მაგრამ მეორე მხრივ მესმის სიტუაცია რა მხრივ ვიცით, რომ როდესაც მთელ საზოგადოებას ასახიჩრებდნენ 70 წლის განმავლობაში, ასახიჩრებდნენ. არ შეიძლება რომ გათავისუფლების შემდეგ ამ საზოგადოების წარმომადგენლებს მოვთხოვოთ მომხიბლავად იცეკონ და მომხიბლავად იმღერონ და ჰარმონიაში იყვნენ ერთმანეთთან და არავითარი ის პრობლემები არ გაუჩნდათ. ბუნებრივია გაუჩნდებათ ამ ადამიანებს. ჩვენ ხომ უნდა ჩამოვიშოროთ მთელი ის ტვირთი რა ტვირთიც მატარებლებიც აქვს. ამას დრო უნდა. გარკვეული განსხვავებები არის, მაგრამ აი ამ დროში, ხო, აი ამ უკვე 25 წელიწადში, აი მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რაღაც მოახერხეს, რაღაც შეცვალეს. რა თქმა უნდა, მემკვიდრეობა სხვაგვარი იყო, მაგრამ 25 წელი, აი რამდენი უნდა გავიდეს, რომ ჩვენთან ეს ყველაფერი მაგის დათვლა შეუძლებელია. შეუძლებელია, მაგრამ ერთი რამე სულად ნათელი არის. აი ჩემი თაობის ადამიანისთვის სულად ნათელი არის, რომ ჩვენ აღარა ვართ ის საზოგადოება, რომელიც იყო 80-იანი წლების ბოლოს. ნამდვილად აღარა ვართ. რა განგვასხვავებს ეს? მეტი რაციონალიზმი. გესმით? როგორ გითხრათ? აი რაში გამოიხატება? თავისთავად იდეებიც იდენტური ხდება. იდეოლოგიებიც უფრო იდენტურია დღეს, ვიდრე იყო, ვთქვათ, 80-იანი წლების ბოლოს. ახლა წარმოიდგინეთ, 80 ხშირად ვამბობ ხოლმე ამას და შეიძლება ზოგიერთ მსმენელს ეცნოს. ახლა 80-იანი წლების ბოლოს არსებობდა ესეთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც თავისი იდეალებს ახავდა და მიტინგებზე აცხადებდა ამას, რომ ჩვენ ვიბრძვით ქრისტიანული დემოკრატიული ნატოს წევრი ნეიტრალური ქვეყნისათვის. გასვით აი ყველა სიკეთე ყოველგვარი იმის გარეშე იყო ჩაყრილი ერთ ქვაბში, ერთ რაღაცა იდეოლოგიურ ქვაბში და რაღაცა უცნაური იდეოლოგიური აჯებსანდალი იყო, ხო? ну თქვათ სწორედ 80-იანი წლების ბოლოს გაჩნდა თეოდემოკრატიის იდეა, რაც რეალურად ირანმა აჩვენა, რასაც ნიშნავს ხომ თეოდემოკრატიის იდეა. ანუ დღეს რა თქმა უნდა მსგავსი იდეოლოგიები ვეღარ იმუშავებს ჩვენ საზოგადოებაში. მე პერსონებზე არ ვლაპარაკობ. და ჩვენი საზოგადოება გაიცვითა კარგი აზრით. იცით აი რაღაცა ის მატერიები რომლებითაც დაგვამძიმა ბოლშევიზმმა ის მატერიები შორდება ნელ-ნელა მიქელანჯელოს მონასავით თავისუფლდებით აი იმ წიაღიდანაც გამოვდივართ და ახლა მე ნამდვილად შემიძლია თქვა რომ ახალი თაობა სულ სხვაგვარი არის უფრო რაციონალური უფრო გაწონასწორებული და კვლევის თანახმად ახალი თაობის აი ამ ახალგაზრდების 54%-ს დაახლოებით თუ მეც არა ბოდიში თუ მეშლება მიაჩნია რომ სახელმწიფოს ლიდერი არ შეიძლება იყოს ურწმუნა. რასთან გვაქვს საქმე? მე არ მგონია რომ დიდად განსხვავდებოდეს ეს მაჩვენებელი თქვათ სხვა ქვეყნების მაჩვენებლებისაგან. შეიძლება იქაც იგივე შეხვდეს თქვათ შეერთებულ შტატებში. შეიძლება 54 არ იყოს, მაგრამ თქვათ 45 იყოს. არ არის ეს. არ მგონია რომ ეს იყოს რაღაცა ვაიუშვილებელის თემა. და ბუნებრივიც არის რომ თუნდაც არა მორწმუნეს უფრო ენდობოდეს. რა თქმა უნდა. ეს მიუღებლობა განსხვავებულის მიმართ, ხო, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ანუ ეკლესია გასაგებია, რომ თქვათ რაღაცა შეიცვალა მასშიც, ჩვენშიც, კერძოდ შეიცვალა რომ ის ბევრად უფრო ძლიერი გახდა, მას აქვს 95% ნდობის რეიტინგი. ეს არის ბუნებრივად საშიში მოვლენა. ეს იმიტომ კი არა რომ ვიღაც პერსონალიებზეა საუბარი ან კონკრეტული ეკლესიის კონფესიურ იდენტობაზეა საუბარი, არა. არსებობს სახელმწიფო, რომელსაც აქვს რაღაც რელიგიის ძალიან მყარი და მონოლითური ინსტიტუტი და მას აქვს 95%-იანი მხარდაჭერა. ამ სახელმწიფოს ყავს მეზობელი, რომელსაც აქვს იგივე რელიგია და ის ცნობილია საუკუნეების მანძილზე სწორედ იმით, რომ ამ რელიგიას იყენებს მეზობელი სახელმწიფოების დამონების ფაქტორად.
აქ თავისთავად ხო ესეთ იდეალურ სიტუაციაში ანუ რომ წარმოვიდგინოთ საფრთხე არის ძალიან ძლიერი სერიოზული და რამდენად არის ეს საფრთხე რეალური ну აქ მე ორ ნაწილად გავყოფდი ამ კითხვას თუ ნებას მომცემთ პირველ რიგში აღნიშნავდი რას რომ რაც შეეხება ნდობის რეიტინგს ვფიქრობ რომ არაკორექტულად სვამენ კითხვას სოციოლოგები როდესაც მე ხამზე პრეტენზია აქვს კონდა კი ну რას ნიშნავს ახლა არ შეიძლება თქვათ საზოგადოებრივი რომელიღაც სოციალური ინსტიტუციის მიმართ ნდობა დაუკავშირო რაღაცა ეს იმას შეადარო რომ სოციოლოგიურ იმედებს ადამიანისას ხო ორი სხვადასხვა რაღაცა არის ეს სხვადასხვა სიფრთხეა სხვადასხვა კოსმოსია ხო და შენ ამ დროს გინდა რომ ორივე ერთნაირად ერთი ეს რაოდენობრივი აპარატით აღწერო ეს სულიად გაუგებარია მეტად მართლმადიდებელთა რაოდენობა არის 84% და ნდობის რეიტინგი არის 85 მეს არ მიკვირს იდეაში არ მიკვირს რა თქმა უნდა თან მით უმეტეს იცით აი თვითონ რესპონდენტისთვისაც გაუგებარია ხშირად რაზე საუბრებიან მას რელიგიაზე თუ ინსტიტუციაზე იმიტომ რომ ჩვენთან ეგა ისედაც არეულია ბატონასაც ეს იმიტომ რომ მისთვის მის გონებაში ეს გადაჭრობილია ერთმანეთთან ღმერთი რჯული ხატი მღვდელი პატრიარქია ერთი და რა თქმა უნდა მღვდელი და ღმერთი ერთია მისთვის და აი ამის განცალება რომ მოხდება ადამიანების ცნობიერებაში აი მაშინ შეიძლება ვთქვათ რეალურად ვილაპარაკოთ ეკლესიის როგორც ინსტიტუციის ნდობის რეიტინგზე და მის შედარებაზე სხვა ინსტიტუციებთან. თუმცა მაგალითად აი 20% დადის ყოველკვირა ეკლესიაში. ყოველ ჩვენი მეხუთე მოქალაქე ღვთისმსახურებას აიზარდა ხო ეს? ანუ დაახლოებით 5%-ია სადღაც ასე ვინც დადის კვირაში რამდენჯერმე და დაახლოებით 13%-ია რომელიც რეგულარულად ესწრება წირვას. მაგრამ არის კიდევ დიდი ნაწილი, ასე 40%-მდე, რომელიც უფრო თვეში ერთხელ მაინც მიდის. მაგრამ უმრავლესობა რასაკვირველია მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებზე და ასე ვთქვათ, ანაშვიდის ან ქორწილის ჯვრისწერის აღსასრულებლად თუ მივა ეკლესიაში. ჩვენი საზოგადოების, ასე ვთქვათ, ეს ანომალია, იმიტომ რომ თუ თქვენ ნახავთ მაგალითად ამერიკაში ღვთისმსახურებაზე, აი იმ გარყვნილ ამერიკაში სწორედ ღვთისმსახურებას რამდენი ესწრება, გაგაოცებთ, იმიტომ რომ იქ არის მოსახლეობის გაცილებით მაღალი პროცენტი დადის ყოველკვირა ღვთისმსახურებას. კი, ამის შესწრებ მეც ავარ და მინახავს ესეც. სამგესად მაღალი პროცენტი. ნუ აქ უკვე რა თქმა უნდა, იქ როდესაც მართლმადიდებელ ქრისტიანად ახლა უკვე ბანალურ და ჩვენთვის ყველას ვიცნობილ ფაქტებზე ვლაპარაკობ. მართლმადიდებელ ქრისტიანად ძირითადად თავს ასახელებენ თავისი კულტურული და ტრადიციული იდენტობის გამო და არა იმის გამო, რომ მართლაც ეკლესიასთან აქვს კავშირი. თუმცა კი ეკლესიურთა რაოდენობა, აი თქვენი თვის მეტასახელებული რიცხვიდან გამომდინარე, საკმაოდ მკვეთრად იზრდება, იმიტომ რომ მე მახსოვს 90-იანი წლების მევე ნახევარში ეკლესიურთა რაოდენობა 4 თუ 5% იყო. შემდეგ სადღაც 21 საუკუნის წლებში ავიდა 17%-მდე, ახლა 20%-მდე ასულა. ანუ ადამიანები უკვე ეს ეკლესიაში მიდიან სწორედ აი იმისათვის, მიზნით რა მიზანით შეიძლება ეკლესიაში სიარულს კონდეს და ეს არ არის მხოლოდ მათთვის რაღაცა ექსისტენციალური შოკისაგან თავის დახსნის საშუალება და ნუ აი მხოლოდ რაღაცა კულტურული შოკი ცხენ ვახსენე ხო იქიდან გაქცევის საშუალება არ არის მხოლოდ აი ხა მეორე ნახევარს დაუბრუნდა აი მეზობელთან დაკავშირებით ხო იცით აი თორცები ტოფლერს აქვს რომ ერთ-ერთი საკომუნიკაციო სივრცე რომელიც ვერ დაანგრიეს ფაშისტებმა ვერც გერმანიაში ვერც ავსტრიაში ეს იყო სოციალური საკომუნიკაციო სივრცე რომელსაც მოწმუნეები ქმნიდნენ. თუ ეს არ არის ფორმალიზებული საკომუნიკაციო სივრცე, ეს არ არის თქო გაზეთებში ან ტელევიზიაში ან რაღაც სხვაში გამოხატული, სხვა საკომუნიკაციო რეალობა არის ეს. სხვა სიფრთხეზე ხდება ეს ყველაფერი. ასე რომ ამას ინსტრუმენტად გამოიყენებდა ჩვენი ჩვეული მეზობელი შეეცდებოდა ამის ინსტრუმენტად გამოყენებას ამას რა ლაპარაკი უნდა თქვენ რო ყოფილიყავით ჩვენი მეზობელის ადგილზე რა თქმა უნდა შესაბამისი განათლებისა და ალღოს შემთხვევაში აუცილებლად შეეცდებოდით რომ ის რაც თქვათ რასაც შენ ვერ იტყვი გაზეთში ვერ იტყვი თუ
თუ იტყვი ნუ რაღაც მარგინალურ გამოცემაში სადღაც ხო აი ეს მასონებისა და მსგავს შეთქმულებებზე რო წერენ და რაღაც უჩხულებზე და დემონებზე ეს რაღაც იმ გამოცემაში თუ შეიძლება თქვა ნუ ნდობის ხარისხი იმას ძალიან მცირე აქვს და მოსახლეობის რამდენიმე პროცენტი წაიკითხოს სულ სხვა არის როდესაც შენ აი ამ სივრცეში უშვებ აი იმ ლეგენდას იმ პოლიტიკურ ლეგენდას რომელიც შენ გჭირდება იმიტომ რომ ეს სივრცე ძალზე მდგრადია ძალზე მდგრადი არის და როგორ გითხრათ შენ იოლად შეგიძლია კარგი მუშაობის შემთხვევაში აი ეს საკომუნიკაციო სივრცე მთელი დანარჩენი სივრცე წინამდე შეთქმულად აქციო აი ეს მოინდომეს და ამაზე სერიოზულად მუშაობდნენ ამაზე ახლა მე ახალ სარხეს არ მომხდარია ვილაპარაკია საჯაროდაც ეს მათ შორის და რომ ეს ეროვნულ საფრთხედ შეიძლება ქცეულიყო საბედნიეროდ ვამჩნევ რომ ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა ეს იარაღი როგორი იმედის ჰქონდათ მეზობლებს კი იარაღი სერიოზულია ყველა პრორუსული დაჯგუფება რომელიც მე შემიძლია გავიხსენო ან არ გამახსენდეს დარწმუნებული ვარ პირადად მიღებული ყავს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს აი მაგალითად საქინფორმე ასეთი არნო ხიდარბეგიშვილის ცნობილი პრორუსული გამოცემა მას თავზე აქვს ამზღვარებული კათოლიკოს პატრიარქის დალოცვა საქინფორმს საქართველოს საპატრიარქო აი ასე ოფიციალურად მე არ ვსაუბრობ სადღაც კულვარულ მამობრივ შეხვედრებზე სადაც ვიღაცის დამწმსვის სურვილი შეიძლება გქონდეს მისი მღვდელმთავრები ესწრებიან მათ შეხვედრებს აი ჩემ დაგასაკვირად მიტროპოლიტი იოანე გამბრეკელიც არა არსებობენ ადამიანები რომლებიც მაგალითად ეკლესიაში ძალიან ცნობილია რომ ისინი პირდაპირ რუსეთის აგენტები აი ასე მოიხსენიებენ პირდაპირ მე ვიცნობ არაერთ სასულიერო პირს რომლებიც სამწუხაროდ ხმამაღლა ვერ ამბობენ რომ ჩემთან მეგობრობენ რომ მე ვიცი რომ აი მაგალითად შეგვიძლია გვარიც დავასახელოთ მაგრამ ახლა არ არის საჭირო ამის თქმა ანუ ეკლესია მეგობრობს აი ამ რუსულ იდეოლოგიურ პოლიტიკურ წრეებთან რომლებიც არიან ასე ვთქვათ რუსული საცეცეები გნებავთ საფრანგეთში და გნებავთ ასე ვთქვათ დასავლეთ მოსაზღვრე ქვეყნებში რუსეთს რატომ ხდება ეს რატომ იღებს კათოლიკოს პატრიარქი აი ამ ხალხს რაც რუსული პატრიოტული მოძრაობა მართლმადიდებლური ხალხების ჯილდო მიიღო ახლა ხო რაც აი ეს პროპაგანდისტული მესმის ხო მე ვერ გეტყვით ახლა რატომ იღებს ნუ ან ინიციატივებისგან მოდიოდა თუ თვითონ ამ ჯგუფებიდან მოდის ინიციატივა ნუ ახლა პატრიარქისთვის ეს მრევლია ისეთივე მრევლია როგორც ნებისმიერი სხვა მრევლი და უნდა მიიღოს თუ ისე მისთხოვენ მიხვედრას შეხვედრაზე ან თუ დალოცვას თხოვენ უნდა დალოცვას კიდევაც ხო მე მისი ის უარს ვერ ეტყვის დალოცვაზე იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს იქნება პოლიტიკური აქტი და სწორედ ეს შეიძლება დაუწუნოთ მას რომ ის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს თავის რელიგიურ ქმედებას. როდესაც ანუ სელექციურია ეს მორალი, იმიტომ რომ მაგალითად ძალიან პროლიბერალურ, პროდასავლურ ჯგუფებს კათოლიკოს პატრიარქი როგორც წესი არ ხვდება. ის მიიჩნევს, რომ მათი იდეები მტრობენ ეკლესიას. რუსული იდეები არ ვიცი. იყო რამე ინიციატივა ლიბერალური ჯგუფებიდან შეხვედრის შესახებ არ ვიცი. ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ ისინი უკვე წინასწარ დაგმობილები არიან. როდესაც ეკლესია ეძახის ადამიანებს ფსევდოლიბერალებს. არა, ეხლა როცა ადამიანი განაცხადებს ეხლა ხმამაღლა რომ როდის იქნება ის ბედნიერი დღე რომ ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ლიბერალი ხმამაღლა განაცხადა ესეთი რაღაცა რომ როდის დადგება ის ბედნიერი დღე რომ ადამიანები ეკლესიაში აღარ ივლიან ახლა არ გამიკვირდება რომ ის არ მიიღოს ხო? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ გნებავთ პატრიარქი იყოს და გნებავთ მუფტი ამას მნიშვნელობა არ აქვს, არც ერთი მათგანი არ მიიღებს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, რომ ასეთ ადამიანს არ მიიღებს, მაგრამ ეს მისი არჩევანია, კონდეს ასეთი, ესე ვთქვათ, მომავალზე ასეთი მოლოდინი, იმედები კონდეს ესეთი უცნაური, ხო? ესეთი იმედები კონდათ ფრანგ რევოლუციონერებსაც, ესეთი იმედები კონდათ რუს რევოლუციონერებსაც, მაგრამ კი, ივანე პავლე არის ერთი რაღაც, იცით რაც აი მართლა ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე ვისურვებდი რომ ჩვენს ლიბერალებს ისევე როგორც ლიბერალს ზოგადად დაეხსომებოდა რომ ის ხსომებოდა რომ იცით აი არსებობს ისეთი სფერო ადამიანის სულში რომელსაც შენ სამოქალაქო იდეოლოგიებით ვერაფერს ვერ უშველი შენ სულისხსნის იდეას ადამიანის თავისუფლების იდეით ვერ ჩაანაცვლებ
ვერანაირად, ხო? ეს არის ძალზე იდუმალი და როგორ გითხრათ, სასაზღვრო მოლოდინი ადამიანის სიკვდილის მოლოდინი, ხო? სრული მოლოდინია მისი. და მოინდომო შენ სამოქალაქო იდეოლოგიებით აი ჩაკირო ეს განცდის სიღრმეა რა, საკუთარი სიკვდილის განცდის მოლოდინის ეს სიღრმე ჩაკირო, ნუ გულუყულობა არის. რა თქმა უნდა, მე მახსენდება ახლა პაპი იოანე პავლე მეორე და მსოფლიო ახალგაზრდობის დღე პარიზში. დაიგეგმა, ეს არის მსოფლიო ახალგაზრდობის დღე, ასეთი კათოლიკური მოვლენა, მთელი მსოფლიოდან ახალგაზრდები ჩადიან, ასე ვთქვათ, 4 წელიწადში ერთხელ რომელიღაც ქალაქში. მოკლედ, მთელი კვირა ამბობდა ფრანგული, ასე ვთქვათ, პრესა წერდა, რომ აი ახლა აქ აღარ მოვა, არც ერთი ახალგაზრდა აქ არ მოვა, იმიტომ რომ ეს უკვე ლაიცისტური საფრანგეთი, აქ კათოლიციზმი აღარავის აინტერესებს. დილას გადის პაპი იოანე პავლე მეორე ელისეის მინდვრებზე და მილიონები დგან. ეს შეუძლებელია, რა თქმა უნდა, შეიცვალოს, ოღონდ კათოლიკე ეკლესიას იმისთვის, რომ გადარჩენილიყო, დასჭირდა რეფორმა, რა. რეფორმა სწორედ აი ამ გამოხატვის ენის იმის, რაც ასე ვთქვათ, შემხებლობაში მოდიოდა საზოგადოებასთან და არა იმის, რაც რიზი მემკვიდრეც და შემნახველიც ის არის, როგორც თავად მიიჩნევს. ჩვენთან თუ არის ეს საფრთხე, რომ ეს რეიტინგი გადყდეს, 95% რეიტინგი რამდენიც არ უნდა ჩამოვა, ხდომილება რამდენიც არ უნდა იყოს, ხო ეს არის მაინც ძალიან დიდი რეიტინგი. სადამდე შეიძლება გაიზარდოს ან დაეცეს ის? ხო, მაგის შემოწმება გამიჭირდება, მე რა თქმა უნდა გამიჭირდება. თუმცა კი ერთი რამე შემიძლია ვთქვა ნამდვილად, რომ გაივლის გარკვეული დრო და ჩვენ დავინახოთ, რომ ეკლესია ისტორიული ადაპტაციის მიმართულებით გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს. ეხლა ამის გაკეთება არ შეიძლება, ყველაფერს თავი დავანებოთ ახალი სხეული. ახალი სხეულია, მიუხედავად თავისი ათასწლოვანი ისტორიისა, ხო? დღევანდელი ქართული ეკლესია ახალი სხეული არის, ის ხო რაღაცა ჩანასახმოვანი სახით დარჩა, სულ რაღაცა რამდენიმე ათეული ეკლესია იყო. მტაძე მოქმედი ტაძარი იყო საქართველოში და სულ რამდენიმე ეპისკოპოსი და რამდენიმე მღვდელი და გესმით და ეხლა დაიწყო ეხლა რეფორმებზე წასვლა შეიძლება გამოიწვიოს ეროზია მთელი ამ სხეულისა. მით უმეტეს მოწოდებები არის ძალიან უცნაური იდეოლოგიური მოწოდებები რეფორმებისათვის. თვითონ კათოლიკური ეკლესია რო წავიდა რეფორმებზე, აი ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, ხო? რამდენადაც მე ვიცი. დაგვიანებული. შეიძლება დაგვიანებულიც, მაგრამ მე-19-მე 20 საუკუნეში, როდესაც აი პირველი ნაბიჯები გადადგეს აი ამ განსაკუთრებით ვატიკანი მეორის დროს, როდესაც ეს ინკლუზივისტური ეს ვერსია მიიღეს და ასე შემდეგ, ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი. დღეს რო ინკლუზივიზმის ოფიციალურ დოქტრინად მიიღება რომ მოინდომოს კათოლიკ ეკლესიაში ვინმე აღიქმება ეს ვერ აღიქმება, ხო? მორწმუნის მიერ ვერ აღიქმება. ამან შეიძლება ეს გამოიწვიოს განხეთქილება თავად ეკლესიაში. წლების მანძილზე მორწმუნეები მოდიოდნენ ეკლესიაში. ანუ ეკლესია რაღაც თვალსაზრისით მე მესმის რომ ასე ვთქვათ საზოგადოებაც ახდენს გავლენას ეკლესიაზე და ეკლესიაც საზოგადოებას, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეკლესია ახლა უკვე საკმარისად ძლიერი ინსტიტუტია იმისთვის რომ დაიწყოს რეფორმები. მეცაც გეტყვით, მე შეიძლება ვერ დაგეთანხმოთ ამ ახალ სხეულში ერთი მიზეზის გამო. შესაძლოა ეს რეიტინგი, ჩვენთან პოლიტიკოსები ხო ასე იქცევენ, მოვლენ ძალიან დიდი რეიტინგით, პირველ წლებში არაფერს აკეთებენ, გაფლანგავენ ამ პოლიტიკურ რეიტინგს და შემდეგ რეფორმების დაწყება რო გახდება საჭირო, მას საკმარისი მხარდაჭერა აყარავთ, ხო? როდამდე შეიძლება, ასე ვთქვათ, ყველა ადამიანი ვართ, ხო? ასეთი პოლიტიკური რეიტინგი, აი წახან ვისაუბრეთ მაგაზე. ეს რეალურად არ არის პოლიტიკური რეიტინგი. რეალურად ამას რესპონდენტი აღიქვამს, როგორც კითხვას იმის შესახებ, ენდობი თუ არა ღმერთს. ეკლესიასაც ენდობთ. პატრიარქის კრიტიკის მიმართ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, როგორი ტონალობითაც არ უნდა აკრიტიკო, როგორი სიყვარულითაც არ უნდა. ბიძინა ივანიშვილიც კი კრიტიკის ობიექტი გახდა, აი ამხელა ასევე პოლიტიკურად რეიტინგული ფიგურა რა. შეუძლებელია ეს. ეს მას მართლაც აქვს ეს. პატრიარქის მიღმა დგას უფლის ავტორიტეტი. და ჩვენთან იდენტურია ეს ორი რამ. არა დიფერენცირებულად უდგება რიგითი მოწმუნე. ამას რამდენად კითხვა იმის შესახებ, პატრიარქს ენდობი თუ არა, თუნდაც არ ენდობოდეს ის სიტყვის ოვენდობი.
იმიტომ რომ უფლის ავტორიტეტი დგას პატრიარქის მიმართ. ამით ის დარწმუნებული რომ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას უფლის მიმართ და არა რეალური კონკრეტული ადამიანის მიმართ. ეს უცნაური გონებრივი ოპერაცია არის, მაგრამ ჯერჯერობით ეს ცოცხლობს და ეს მუშაობს ჩვენს სინამდვილეში. ეს ყველაფერი დაალაგდება, რა თქმა უნდა. ეს დროის ამბავი არის. ეს დროის ამბავი არის. რაც შეეხება რეფორმირებას, ერთ რამეს დავაზუსტებდი, იცით, აი თქვენთვის ამის მომჭირდება, მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს, რა ქვია, საჭირო იყოს ამის შეხსენება. შეათ ისეთი პარადოქსული რეფორმებისკენ მოუწოდებენ ხოლმე ეკლესიას, რომ ეხლა აპატიეთ ეხლა, თქვათ, იგივე თქვათ ქალთან მღვდლობის საკითხი, რომელიც ტრადიციულად როგორც არის კათოლიკური ეკლესიაში, ისევე მართლმადებელ ეკლესიაში და ამის ხელყოფა ესე იოლად მხოლოდ იმიტომ, რომ სამოქალაქო იდეოლოგიის ინტერესები მოითხოვს ამას, ხო, ეს ფემინიზმის ინტერესები მოითხოვს ამას, ხა არ შეიძლება, ესე თამაში არ შეიძლება ამასთან. ერთ უცნაურ ისტორიას მოგიყვებით. ალბათ შორნა თეთრუაშვილის ძალაუფლება, რომ მისცეს ნებისმიერ ფემინიზმს ძალიან კარგი იქნებოდა ქალთა დაწინაურების. ხო, ეს არ ვიცი იცით თუ არა ეს ისტორია შეათვიხსენებ ხოლმე ამას როგორც უცნაურ შემთხვევას იმისას, როდესაც სამოქალაქო იდეოლოგია ცდილობს შეიჭრას იმაში, თეოლოგიაში. ავსტრალიის უმრავლესობა ქალაქის ორ მღვდელს, კათოლიკე მღვდელს ეპისკოპოსმა აუგზავნა ღვთისმსახურება რა მიზეზით, რომ ნაცვლად ფორმულისა სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდა სულისათა და ასე შემდეგ წარმოთქვამდნენ თურმე სახელითა შემქმნელისა და მხსნელისა და მფარველისა, რატომ გენდერული ნიშანი გაიტანეს ფშილებს გარეთ გესმით. შაბელი 1 და მშაბელი 2 შესახებ ალბათ. ხო, და ნუ ეხლა ეს მსგავსი რეფორმები, მაბდეთ ეს რეფორმა არ არის. იცით, არის ერთი პროტესტანტი თეოლოგი, შეიძლება იცით, ლანგდონ გილკეი, ეს ძალიან საინტერესო ვიღაცა არის და ეს უცნაურ ეპოქაში ცხოვრობთ, ესეთი ფრაზა აქვს, რომ ერთის მხრივ ლიბერალური ნარატივი ცდილობს რომ მოიცვას საკუთარ თავში ბიბლიური ნარატივიო და ბიბლიური ნარატივი მეორეს თავის მხრივ ცდილობს რომ ლიბერალური ნარატივი მოიცვას საკუთარ თავშიო და აი ამ დაპირისპირებაში არის და სამწუხაროდ ბიბლიური ნარატივი უკან იხევს და ეს ლიბერალური ნარატივი იმაში ახდენს მის ინკორპორირებას თავის სხეულშიო და ამის შედეგი არის თქვა ეს რა უმცირესო მისაუმადგენელი სასულიერო პირები ანგლიკანურ ეკლესიაში ამის შედეგი არის იგივე თქვა ეს ავსტრალიის ეკლესიებში მოხდარი ისტორია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მე ასეთ რეფორმებს ნუ მოვითხოვთ ეკლესიისაგან. ისიც რა თქმა უნდა ყველას აქვს რაღაც მოთხოვნის უფლებები, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. უმბერტო ეკოს აქვს შესანიშნავად ნათქვამი. თუ არ გინდა შაბათს ლიფტში გაიჭედონ, უწახვალ ისრაელში. იმიტომ რომ შეიძლება გაიჭედოს. და თუ არ გინდა მოგთხოვონ შალის მოხვევა თავზე, ნუ შეხვალ ეკლესიაში. ეს ერთია. მაგრამ როდესაც სწორედ რომ ჩვენთან არიხევს ეკლესია, ანუ ეკლესია არ რჩება საკუთარ საზღვრებში. კათოლიკოს პატრიარქი ხადაგებს, რომ მაგალითად აი ცოლისა და ქმრის იდეალური დამოკიდებულება არის ის, რომ მაგალითად ქმარი რო სახლში ბრუნდება, ქალმა ფეხები უნდა დაბანოს, ხო? მე მესმის, რომ კათოლიკოს პატრიარქს აქვს ბავშვობის პირადი გამოცდილება, რომელსაც ასე ვთქვათ, რომელიც ხშირად ზოგჯერ სწორად და ზოგჯერ არასწორად ესმის თხოვნა, ეს ერთი თემა, მაგრამ როდესაც ის პროაქტიულად ამხელა რეიტინგის მქონე ინსტიტუტი სწორედ რომ ამ ლიბერალების მარგინალიზებას ცდილობს, ბუნებრივია ეს ასე ვთქვათ განცხადებები მათი მხრიდან ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ ერთი მხრივ ასე ვთქვათ პროაქტიულ შეტევად ეკლესიის მიმართ და მეორე მხრივ რეაქციად იმაზე, რაც მათთან მიდის ეკლესიის მიერ, რა. რთულია ცხოვრება, როდესაც ჩვენ გიწევს იმ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც თმის ფერის გამო, საყურის გამო, რაღაც არასწორი ფერის შარვლის გამო შენ შეიძლება აღმოჩნდე სერიოზული ფიზიკური ძალადობის ძალიან მძიმე დღეში ვარ, რა თქმა უნდა. ძალიან მძიმე დღეში ვარ. გახსოვთ დამოვიწყდა იმ პერსონაჟის სახელი რომელიღაც გერმანულ ნაწარმოებშია. ავტორიც არ მახსოვს და პერსონაჟის სახელიც, მაგრამ თვითონ ისტორია მახსოვს. მამას რო ჩაკეტილი იყო შვილი 20 წლის განმავლობაში სარდაფში. და მე შემთხვევით რომ გამოვა სარდაფიდან. ხო? და ნუ გაუგნებული დადის და რაღაც უცნაურ რაღაცებს ჩადის იმის გამო რომ სრულიად არ გააჩნია ის ჩვევები აი იმ რეალურ სამყაროში მოძრაობისა და ერთადერთი რა ხსნა მისთვის არის ეკლესია.
იქ შევა ეკლესიაში და იქ იგზნობს შვებას, იმიტომ რომ ეკლესიას აქვს ის ძალა და ის ხიბლი, ის ჰიპნოტური ხიბლი, რომლითაც მის სულში რაღაც ნათელს და წონასწორობას შეიტანს. აი ესეთ მდგომარეობაში მთელი საზოგადოება სასულიერო პირების და არასასულიერო პირების. აგრესიული განწყობა, 17 მაისს აგრესია ეს ხო? აგრესია საიდან? რისი პროდუქტია აგრესია, ხო? ყარად როცა ავდგევარ ფეხზე იმის პროდუქტია, ხო? უძლურების ნიშანია. აგრესია როგორც ლიბერალების მხრიდან ისე ეკლესიის ლიბერალები არავის წემენ, არა? ხო, ნუ ეხლა იმათ სტილში არ არის ესე, ხო? ეს წემა, მაგრამ არანაკლებ აგრესიულები არიან. ეს სტილი არის კანონდარღვევა, ძალადობა, ის სტილი არ არის კანონდარღვევა. კანონთან მართლები არის. თვილად არ გაჩნდა გამოთქვა ლიბერალური ჟანდარმერია, ვთქვა. ხო, არსებობს ეს გამოთქვა, არსებობს ხო? მეც მეტყვი ლიბერალს ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ჯერა რომ ქანების გადაადგილება იწვევს მიწის დრას და არა პორნოფილმის ყურები. მხოლოდ ამიტომ და რომ კონსერვატორი ვარ ლიბერალი. და ის რა ქვია, იაპონია ცოდვებისთვის არ დაუჟია ღმერთს ახლა ეს მსგავსი რაღაცები შეხვდება როგორც სამოქალაქო სფეროში, საეკლესიო სფეროში. ხა ჩვენც ვიცით ხომ, ერთ იგივე ხდება თითქმის ყველა ეკლესიაში, მით უმეტეს აი ესეთ ეკლესიებში, რომლებიც საბჭოთა წარსულის მატარებლები არიან, ხო? ყველგან არიან რაღაცა ფანტაზიების მატარებელი ადამიანები, რაღაცა ფსევდომისტიკური ფანტაზიების მატარებლები და თქვენ უნდა ნახოთ რა ხდება რუსულ ეკლესიებში. ჩვენ ხო იმასთან შედარებით შეიძლება რაციონალიზმის განსახიერებაც ვიყოთ. რა თქმა უნდა, მაგრამ რუსულ ეკლესიაში არის გარკვეული შიდა პლურალიზმი მაინც, ხო? აი ანდრეი კურაევისთვის არავის აუგრძალავს მდელმოქმედებს. ხო, ну, თუმცა კი გამოაგდეს აკადემიიდან, იქ მართლა უფრო პლურალისტულია ამ თვალსაზრისით, აი მეც ისევე გამიჭირდა პლურალიზმის თქვა, როგორც შევარდნაძეს გაუჭირდა თავის დროზე. გაცილებით უფრო პლურალისტულია ისე, რა ვქვია, დამოკიდებულება, იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ მოსკოვის საპატრიარქოში ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობა უკავია პეტრე მეშჩერინოვს. ადამიანს, რომელიც ხმამაღლა გამოდის და მესამე რომ მის იდეაზე ну, არ ვიცი, არაჩვეულებრივი სიტყვა წარმოთქვა, როგორი აბსურდულია ეს მესამე რომ ის იდეა თავის შინაარსობრივად, ხო? ან იგივე თქვა შიმემანი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ის არის. ადელგეიმი ან მერდოფი ან რა ვიცი, რამდენი ვიღაცა არის. თავისუფალ მგლებს რუსეთში ძირითადად კლავენ. ხო, იცით აი მამა ყოფილ მამა ბასილ კობახიძე შეუძლია მოსაზრისით ბევრი მარგინალური რაღაცა ჩდება, რა თქმა უნდა, ჩვენთან ეკლესიაში და ზოგჯერ ცენტრშიდაც მოიქცევა ხოლმე ეს. რაც უცნაური თეორიები და მე წეხანას ვთქვი, ხო, როდესაც თეოლოგიას, ქრისტიანულ თეოლოგიას უცნაურად ჩაანაცვლებს ხოლმე რაღაცა პატრიოტული იდეოლოგია, იმას შეერწყმება ხოლმე უცნაურ სიმბიოზს შექმნის მასთან რაღაც გეოპოლიტიკური წარმოდგენები და ასე შემდეგ. ეს დროის ამბავია, ეს ამის გამო უნდა გათავისუფლდეთ. მე მესმის, რომ ხშირად მოთმინება არ ყოფნის ხოლმე. ბუნებრივი არის ახლა რომ მოთმინება არ ყოფნის და არ გვინდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც რაღაცა ესეთი მიუღებელი რაღაცებია, მაგრამ თუ არ ვაცალეთ ჩვენივე თავს არ ვაცალეთ ამისგან განკურნება. მაგრამ ჩვენ საშუალოდ ადამიანი ჩვენთან თუ არ ვწდები სტატისტიკა ასეთია 70 წელი ცხოვრობს, არა? აქედან 1/13-ს ვატარებ ძილში. არ გვინდა 50 წელი ლონდონია. აი რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც დაიბადნენ თქვა 1924 წელს სტალინის გაბატონების დროს და გარდაიცვალნენ თქვა 53 წელს. მთელი ცხოვრება სტალინის ხელში გაატარა. მონაკვეთში მოუწიათ ცხოვრება. ხა წარმოიდგინეთ. რაც ისა სახელმწიფოსგან თუ ჩვენ ნუ ხო გულუყულობა აი ეცეთ აი როგორც ჩანს ბავშვებად ვჩებით ყველანი რა და ეს ბავშვური იმედი გვაქვს რომ ჩვენ დღესაც ედემში აღმოჩნდებით სადაც გაწონასწორებული და დამშვიდებული იქნება ყველაფერი და მხოლოდ ჭეშმარიტება ეს იბატონებს. იმიტომაც ვართ ადამიანები და იმიტომაც გამოგვაგდეს თავის დროზე სამოთხიდან რომ არა ვართ ჩვენ ჭეშმარიტ ღირსები იმისა რომ ჭეშმარიტ სამყაროში ვიარსებობ. ამას ყველაფერს მოპოვება უნდა. ჩვენ ნელ-ნელა ეს მეთოდურად თერაპიულად უნდა შევძლოთ საკუთარი საზოგადოებას და საკუთარი თავის განკურნოთ ამისა. სახელმწიფო აი აღდგომის ღამეს თუ დააკვირდით ეს ნაციონალური მოძრაობის მოყოლებული ხო ასე ხდებოდა ხო ვინ უფრო დიდ კელაპტარს დაიჭერს ვინ უფრო დიდ სალტო მეტანიას გააკეთებს გალობელთა ჯგუფში დადგება ვინ უფრო ნებიანად ჩაემთხვევა რომელიღაც მღვდელ მთავარს არა რომ ეს
ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ წარმომადგენლის მხრიდან ფარისევლობა იყო, ხო? საყოველთაო ცნობილია, რომ ისინი არ იყვნენ რელიგიურები. ისევე როგორც ახლა ოცნებაში ძალიან ბევრია ისეთი, რომელიც საერთოდ არ არის რელიგიური. ანუ ეს არის შოუ, რომელსაც გამენ ჩვენი პოლიტიკოსები ცალკე საგანია. საოცრად. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვერ მივახციეთ იმას, რომ სახელმწიფოს გაემიჯნა თავი ეკლესიისგან, იმიტომ რომ სახელმწიფოს სულ სჭირდებოდა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური როგორ ვთქვა, ლეგიტიმაცია ეკლესიის მხრიდან. თითქოს ის არის ხელმდამსხმელი მონარქი, რომელმაც მათ პოლიტიკურ ძალას რაღაც საკრალური საბურველი უნდა შემოსოს, არა? და სწორედ ახლა კრიტიკა ვისი მიმდინარეობს რესპუბლიკელების მაგალითად ხო ქართულ ოცნებაში ადამიანების რომელიც მე არ ვფიქრობ ძალიან ბევრი გააკეთეს საქართველოში ესე რელიგიის თავისუფლების მისაღწევად ისე როგორც ძინა ხელისუფლება მაგრამ მაინც მიდის მიმდინარეობს ხო ამ ადამიანების კრიტიკა როგორ უნდა შემოიზღუდოს სახელმწიფომ თავი და პოლიტიკოსებმა როცა ამხელა რეიტინგი აქვს ეკლესიას როგორ უნდა გაუძლონ ამ ცდუნებას მარტივად ეს ბევრჯერ ეს რეიტინგი შექმნეს თვითონ კაცმა რო თქვას ხომ თავისი ქცევით იმიტომ რომ ადამიანისათვის როდესაც ადამიანს არ გაუმართლებს ერთი პრეზიდენტი მეორე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტი როდესაც აღმოაჩენს რომ ადამიანები რომელსაც სულ და გულით მიენდობიან ბავშვურათაც ხო კაი გამოუცდელობით თელი თავისი ისტორიული გამოუცდელობით თელი ბავშვური პათოსით მიენდობა ვიღაცა ლიდერს აღმოჩენს რომ ის ლიდერი თურმე ჯიბიდან გავარდნილი ეს გაიძვერა არის რომელიც თვალიდან ბეწვს ამოგაცლის თურმე და ასე შემდეგ ბუნებრივია საბოლოო ინსტანცია რჩება უფალი რომელსაც ის მიენდობა რომელსაც მართლაც ეჭვს ვერ შეიტანს და აქედან გამომდინარე ის ერთგულებას და ის თავის გადადებაც ეკლესიისათვის და ასე შემდეგ ახლა ეს მათ არ მხოლოდ შექმნა ბუნებრივია და რაც შეეხება ეს პოლიტიკოსებს არა პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია რომ მან უნდა გამოიყენოს ყველაფერი ისი გამოყენების საშუალებაც მიეცემა მათ შორის ეკლესიისაც ხო სულ არა მე ხარ რამდენი პოლიტიკოსი დავასახელოთ მე და თქვენ რომელიცაც არათუ რელიგიური ინტუიცია არ გააჩნია ნუ ეცინება კიდევაც მოწმუნეს რო უყურებს ნუ ეს წმინდა პრაგმატული კატეგორიებით უყურებს ცხოვრებას და ეს აღმოჩნდება ეკლესიაში ანდრიოტი ამბობდა რომ პოლიტიკოსებს არ უყვართ ღმერთი რადგან ის ამომრჩეველი არ არის ხო აი არაჩვეულებრივი რამე თქვა ერთხელ იმან მიხეილ ჟვანეცკიმ რა პოლიტიკა это наша садок наверху პოლიტიკოსები ჩვენი ნალექია ზევით ეს არის ის ნალექი ჩვენი საზოგადოების რომელიც აღმოჩნდა ზევით ნუ რაც იცამ ეს ყველგან ესე სამწუხაროდ ბატონო ზაზა დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მე იმეც ვიტოვებ, რომ კვლავ იქნებით ჩემი სტუმარი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადაგიხდით. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით. მადლობთ რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.